ვიტირე, როცა ბრაზილიამ მოუგო იტალიას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 70 წელს. და აისუსება ქერის სტადიონი და გზაში შევატრიალე, რომ ეს რა მოგვივიდა. ქონია ეს ბრახუნი. არ შეიძლება ამ დროს შენ აიღო ჩაიკეტო კარები უძებ გახსე ბიძინა გივიევიჩი. მახსოვს რუსთავი არის ჟურნალისტები მაშინ იმედის ჭიშკართან. ის დაშვება მოხდა, რომ შეიძლება მეგობრებმა დაგარღვანონ ერთმანეთი პოლიტიკური პოზიციების გამო. 7 ნოემბერი გინდა შენ? 7 ნოემბერი არ გახსოვს? ნუ სადღაც წერტილი ხომ დაისვას არა. ანუ კარგი კინო ისევე გაინტერესებს, როგორც კარგი მატჩი? ხო, იმ 26-იც იქ არავის აღარ ახსოვდა, ვინ ვიზე იყო ნაწყენი, მათ ევროპაში ითამაშეს. იქ ისწავლეს ფეხბურთის თამაში. ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელი ვინ იყო? მე ვის ვინახავს დათო-ყიფიანი. იცი რა, სამოქალაქო პოზიცია მე შეიძლება ვაპატიო რაღაცას, მარადონას მაგალითად. მაგრამ ქართულ სპორტსმენს მაგალითად პუტინთან მეგობრობას აპატიებდი. ნუ მარადონას ყველაფერი აპატიება. მე დედაზე მინდა ვისაუბრო. არც ერთ ჩემ მეგობარს ქალბატონო მედიატ არ მეუყვარდას. ყველა მედი ყურა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ YouTube არხს მისმინე, ეს არის გადაცემა ვიკასთან ფილტრის გარეშე და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ბიძინა ბარათაშვილი. მიხარია ბიძინას აქ რომ ვხედავ, სპორტულ კომენტატორს, ჟურნალისტს, სილქნეთის გენერალურ პროდიუსერს, იმედის ყოფილ დირექტორს, ადამიანს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული იუმორი. ეს არის პირველი, რაც ახსენდებათ ხოლმე ბიძინაზე, მისი იუმორი და სხვათა შორის აუცილებლად უნდა გკითხო, რამე ხრიკი ხო არ აქვს ზოგადად ისტორიის თხრობას, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ეხლაც გადაცემის დაწყებამდე ძალიან ბევრი ვიცინეთ. ყოველთვის როცა რაღაცა ამბავს ყვები, ჯერ სასაცილოა თავად ისტორია, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია თა როგორ ყვები ამ ისტორიას. იცი, რეცეპტი რაღაცა მე არ მაქვს ეს რო გითხრა ხო რომ მუშაობ ამაზე თქვა სარკასთან და რაღაცა არა ხო. იცი, ეს ალბათ გენეტიკურია, იმიტომ რომ ბაბუოჩემი იყო ძალიან კარგი თხრობელი და მამაჩემი მიუხედავად იმისა რომ სიძეს იმავზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში ანუ დედაჩემის მამა იყო ძალიან კარგი მთხრობელი მამაჩემი ასევე კარგი მთხრობელი იყო ოღონდ ის უფრო ცოტა განსხვავებული იუმორის ნობა ჰქონდათ ორივე გამორჩეული იყო ამ თვალსაზრისით მაგრამ განსხვავებული, იმიტომ რომ იმას მამაჩემი უფრო ცოტა სარკასტული სხვა შორის ორივენი არიან მათი პროტოტიპები არიან იმაში რა ქვია ელდერ შენგელაიას ცისფერ მთებში ანუ თემიკო ჩირგაძის პერსონაჟი ბევრი თვისება არის ბაბუაჩემის თვითონ ძალიან მეგობრობდნენ და ძალიან ბევრი საერთო ქონდა და ბაბუაჩემის დაბადების დღეებზე სწორედ თემიკო იყო ხომ აი კიდე ვინ იყო საოცარი იუმორის პატრონი იმას კიდე განსხვავებული რაღაცა თავისი აბსოლუტურად შეუდარებელი მე არ მინახავს მიახლოებული იმ მიმართულებაში ვთქვათ მასთან და მამაჩემია გივი რომელსაც აი საკაკუნებენ და ეძახიან და ეძებენ არის მამაჩემი. ახლა როგორც გითხარი მე ძალიან სქონდა რა ქვია კარგი იუმორის ნობა და უგონთ ისეთი ცინიკური და სარკასტული და მე ცინიზმი და რაღაც რაც მაქვს ეს მაქვს მამაჩემისგან უფრო. ხო ის ამბობდა რომ ნუ ბევრ ადგილას მუშაობდა ხა ძირითადად კინოში მაგრამ კინოს კუთხე თქვა ერთ პერიოდი ქონდა როცა იყო ცეკაში ოღონდ კულტურის განყოფილებაში იყო იქ და იქ მეუბნებოდა რომ წარმოუდგენელია რაღაცაზე მოდიან ისეთ მასე რა ქვია ისეთი თხოვნები და ისეთ რაღაც რომელსაც ვერსად ვერ შევსრულე უარს ნორსად მოიტყვი რაღაცეები სქენდა ნუ ბოლოს დაგანებებენ თავს ან მოკვდება ეს კაცი ან ამდენ სიარულში ან მას რა ქვია ან ნუ მიხვდება რომ ყოველთვის შენ ესე ცუდად ნუ განაწყობ და რაღაცა და იმისთვის რომ ეს ყველაფერი თავიდან აეცილებია ზირთად რომ აკაკუნებდნენ თქვა მე ბიძაჩემმა მომიყვა მისმა დეიდაშვილმა მიშა ლავროვსკიმ რომელიც დიდი თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავე გახლავდა ბალეტმეისტერი და ასე მითხრა რომ მოვედიო მითხრა რომ გამართილო რომ მოხოლოს კამზე დადაკი ჯერ ზეით მოაბრახუნე მე ქვევით დაწაკი რაღაცა იქ
იატაკზე ორჯერ მოფხაჭნა თუ რაღაცა, ის მიხვდეს შიგნით და გააღოს გარემო, არ აღებდა. ანუ ისინი იმათ რო არ უღებს, ან არ არის და სტადიოდა ემაზე, რა ქვია, აუზზე, აი აქ სადღაც თქვენ სიახლოვეს საცურაოდ. ან უბრალოდ არ აღებდა გარემოს და იყო ჩაკეტილი შიგნით. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი კაი საქმე გააკეთა იმ პერიოდში, როცა აღებდა ხოლმე გარემოს, იყო ძალიან დამსახურებული ადამიანი, ახლა მართლა მასაც ნახევართ ხომრობით ლაპარაკობ, ხო? მაგრამ ეს თვისებები, აი ეს პერიოდია, როდესაც აი იქ მუშაობდა და გივი მოვედით, არის გივი ბარათაშვილი. და თავად რო იყავი ხელმძღვანელი იმედის, როცა აკაკუნებდა კარზე, არ აკაკუნებდა, იმიტომ რომ ღია მქონდა. და შენ კი, მე ვიცი. სხვათა შორის ნამდვილად ასე იყო. იცი რა, მე იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით უფრო აი გავარ ბაბუა ჩემს აი იმას აგაგზიგურს, რომელიც იყო ტელევიზიის პირველი დირექტორი და რომელსაც მქონდა ხელმძღვანელობის ესეთი სტილი, უფრო მეგობრული, ყოველდღიური ურთიერთობაზე აგებული. იცი რა, ეს მნიშვნელოვანი არის, როგორ კარგი ხელმძღვანელი ვინ არის? არა, კარგი ხელმძღვანელი არის ის, ვინც თავის ხასიათს უსადაგებს საქმეს, იმიტომ რომ ყველას არ გამოუვა ესეთი მეგობრული ურთიერთობა, ვიღაცას სჭირდება ძლიერი ხელი, მუშტის მაგიდაზე დარტყმა და რაღაც არის ესეთი ხელმძღვანელი და მე არ ვამოფრე ის მანდამაც ის ჯობია, რომ ის სტილი მუშაობის, რომელსაც მე ვარ მეჩვეული, მაგრამ ნუ ადამიანმა არ უნდა უღალატოს თავის ხასიათს, ხო? ის უნდა დარჩეს ისეთ, როგორც არის, იმიტომ რომ ყველაზე უარესი ზოგადად საერთო ცხოვრებაში, ყველა სფეროში არის სიყალბე, ხო? რაც იმ წუთში ვიყიდები, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანი ხვდება სიყალბეს, ეხლა მეორე საკითხი შეიმჩნევს თუ არა, ხო? და იმედის შემთხვევაში ჩემთვის ცოტა რთული იქნებოდა მე სხვანაირი ყოფილიყავი, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვიწყებდით იმედს, მე ვიყავი მაშინ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, მე დამემატა კინო შესყიდვები და კინო მიმართულება, იმიტომ რომ იცოდნენ რომ მე თქვა კინომცოდნე ვარ და ხელოვნებაცოდნე ვარ ზოგადად და თქვა კინოს მიმართულებით ბევრი რაღაცა გამოცდილება დამიგროვდა, იმიტომ რომ თქვა პირველი დამოუკიდებელი კინოგაზეთის რედაქტორი ვიყავი საქართველოში 8 ნახევრის, ბევრი რაღაც მიკეთები ამ მიმართულებით წინა ჯერზე დაუშვათ იბერვიზე იქნებოდა ეს მეორე არხი იქნებოდა და სხვა იმავე პირველ არხზე თქვა რაღაცა ილუზიონი მიყო და რაღაცა პერიოდი ანუ ბევრი ლინკი მქონდა ამასთან შესაბამისად ესე ჩამაბარეს მაგრამ მე ვიჯექი სხვებთან ერთად იქ ერთი სივრცე იყო რომელშიც სანამ შენ დუბლორთან ერთად მოხვიდოდი იქ ჩვენ იმის რა ქვია აუდიენციის შენობაში ერთ დიდ ოთახში ვიყავით ყველანი და როცა შენ აი ესე და ყოველ დღე მე ვთქვათ როცა მემზადებოდით გადასასვლელად ან ეთერში გასასვლელად ან რაღაცა ხო იყო ეს ყოველდღიური რაღაც ურთიერთობები მე შუალედში დავინიშნე გენერალური დირექტორი ეხლა არ შეიძლება ამ დროს შენ აიღო და ჩაკეტო კარები და უცებ გახდე ბიზნე გივიევიჩი თუ რაღაცა რა ხო ნამდვილად ასე იყო და ეს იქონია ეს ბრახუნი ესეთ შემთხვევები ყოფილა რომ მაგიდაზე დაგიბრახუნებია ადამიანმა შეიძლება მუშტის და მაგიდასაც დაარტყა თავში ჩაარტყა ხშირად გარყებდნენ არა მე ძალიან კარგი ნერვული სისტემა მაქვს და ზართულია ჩემი გამოყვანა წყობიდან გამოვდივარ მაგრამ ძალიან მალე უბრუნდები ჩემს საწეს მდგომარეობას. ესეც გენეტიკურია. ისე არის, მამა ჩემი უფრო ფიცხი იყო. მეც რაღაცა მომენტებში შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად. დღეს ვისაც კარგი ნერვული სისტემა აქვს, სულ რაღაცა წამალს იღებს ფსიქოტროპულს ან რაღაცა არ ვიცი. მე არანაირ წამალს არ ღებულობ. ჩიყვის წამალს ვამ, იმიტომ რომ ჩიყვი და თან კარგი ნერვული სისტემა მართლა ძალიან იშვიათობა არის. და ტელევიზიაზე რადგანაც საუბრობ, ტელევიზიის ტრანსფორმაციაზე ვინმეს თუ შეუძლია დღეს საუბარი არის ბიძინა ბარათაშვილი, იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო პერიოდში იყავი ტელევიზიის დირექტორი, ახლა რასაც ხედავ, იმეც არ გულისხმობ მხოლოდ. ზოგადად ტელევიზია რა ტიპის ტრანსფორმაციას გადის ახლა? იცი რა, მე არ მგონია რომ რაღაცა განსაკუთრებული ბოლო 10 წლის განმავლობაში რა შეიცვალა? შეიცვალა ჩემთვის შეიცვალა რაკურსი. იმიტომ რომ მე რა პოზიციიდანაც უყურებდი, იმ პოზიციიდან დანახული დღევანდელი ტელევიზიები შეიძლება ჩემთვის სახეშეცვლილი იყოს იმ კუთხით, რომ
ვინც იყო მაშინ ოპოზიციური, დღეს არის პროსახელისუფლებო და პირიქით. ესენი უფრო მხვდება მე თვალში, თორე გადახვევები ვთქვათ სუბიექტივიზმი რა ადრე არ იყო. შეიძლება ამ დოზით არა, რომელიღაცა კონკრეტულ არხებს თუ ვიგულისხმებთ, ხო? და შეიძლება სადღაც თქვა დაუკრეფავში გადადის, მაგრამ იცი დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ადამიანი თუ ცოტა მოაზროვნეა, ხო? ვარდება სიტუაციაში, როცა აქვს არჩევანი, აქვს 10 რაღაცა მოცემულობა, საიდანაც უნდა არჩიოს ის, რომელიც მისთვის არის კომფორტული და რომელსაც ის ენდობა დაუშვათ, ხო, თუ ტელევიზიებზე ვლაპარაკობთ. ეხლა თუ ადამიანი არის IQ მისი არის ძალიან დაბალი, იმას გინდა ესაჩვენე, გინდა ის მაინც დარჩება თავის პოზიციაზე. ხო, მაგრამ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ, რომ პროსახელისუფლებო მედიას ვერასდროს ვერ გაუწევს კონკურენციას მედია, რომელიც იზღუდება, იგუდება, იხურება. ვერა და იგივე იმედის მაგალითად თუ აიღებ, იმედს ჰქონდა ეს პერიოდი, როცა ოპოზიციაში იყო, ხო? და ვერ მოიგო საბოლოო ჯამში რა. ხო, მე ვიყავი 7 ნოემბრის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, ანუ სპეცნაზელი არა აქეთა მხარეს დაზარალებული. მახსოვს რუსთავი არის ჟურნალისტები მაშინ იმედის ჭიშკართან. ანუ სოლიდარობა იყო. ეხლა საერთოდ ვერ ხედავთ ამას. იცი რა დღეს საზოგადოება არის ისე გახლეჩილი, როგორც არასდროს არ ყოფილა. ეს ბზარი არ არის გაჩენილი დღეს გუშინ წინ ეს გაჩნდა დაახლოებით 30 წლის წინ საბჭოთა კავშირის გრევასთან ერთად და პირველი თქვათ ხელისუფლების დროს დაიწყო ის დაშვება მოხდა, რომ შეიძლება მეგობრებმა დაკარგონ ერთმანეთი პოლიტიკური პოზიციების გამო, ეს კი არა ოჯახები შეიძლება დაინგრეს ამის გამო და ასეთი რაღაცა მოხდა. არა იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც დღეს ხდება, მაგრამ ეს დაიწყო მაშინ. და მე ნელ-ნელა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა არა თუ ამ პროცესის შეჩერება და კალაპოტში ჩაყენება საზოგადოების ურთიერთობებს და გამთლიანება საზოგადოების, არამედ პირიქით კიდევ უფრო ხელი შეუწყო იმას, რომ დაშორიშორება გაგრძელებული იყო და დღეს იმხელა სხვაობაა და იმხელა უბსკრულია პოზიციებს შორის, მე საერთოდ ვერ ხედავ, რომ აი პერსპექტივა რა არის, რა შეიძლება პროგრესი რაღაცნაირად, თუ სადღაც წერტილი არ დაისვა და რაღაცა შეთანხმება არ შედგა იმისი, რომ რაღაცა წერტილიდან თავიდან დაიწყოს ათვლა, ამ საზოგადოებას არ აქვს მომავალი. და პრაქტიკულად მუდმივად გვახსენებენ 7 ნოემბერს. მე თვითონ აი ძალიან უცნაური. 7 ნოემბერს კიდევ უფრო დიდი ხანი მახსენებდნენ, იმიტომ რომ 7 ნოემბერი არის დიდი ოქტომბრის რევოლუციის რა ქვია. და ამიტომ მე ლენინით დავიწყე 7 ნოემბერი და მე მოვედი აქამდე დღემდე და სულ 7 ნოემბერს გახსენების ტრიალშემო, კი. და მე რომ ახსენებენ ეს ცალკე ირონიულია ჩემთვის, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მაშინ განსხვავებულ მოსაზრებაზე იყვნენ, აი მახსენებენ დღეს, რომ 7 ნოემბერი გინდა შენ, 7 ნოემბერი არ გახსოვს, აი სულ ხდება ამის წამოძახება. კი, ასეა. ეს არის კიდე ცალკე ძალიან უცნაური ამბავი და აი ამას როგორ ხსნი ამ ფენომენს. იცი რა, ადამიანებს ჭირდებათ რაღაცა არგუმენტები, ხო, ყოველთვის ვიღაცას იმ 7 ნოემბრამდე რუსთავი ორში შევარდნას იხსენებდნენ, როდესაც ჟვანიას პერიოდში იყო, ხო, იმან უბრალოდ იმდენი ხანი ვერ იმუშავა, იმან თქვა დროში ამდენ ხანს არ გაწერია, თორე იქამდეც იგივე იყო. და მუშაობს ახლა 7 ნოემბერი დღემდე. ვისაც კიდე გეუბნები, ნახე, თუ შენ ხარ რაღაც პოზიციაზე და გინდა რომ შენი პოზიცია ყველანაირად გაამყარო, შენთვის მუშაობს. თუ არა, თუ ობიექტურად უყურებ, ნუ სადღაც წერტილი ხომ დაისვას არა. მე მაგალითად მგონია ყოველ შემთხვევაში, რომ ბედნიერ ადამიანები, იმიტომ რომ ვიცი წერტილის დასმა საერთოდ რაღაც გადაფურცლა რა. თქვა იგივე იქნება ეს სამსახურის თემა, ხო, თქვა ტელევიზიის. ყოველთვის განიცდის, სადაც რომ რაღაცა მთავრდება და მოდიხარ. ხო, მე მაგალითად აბსოლუტურად არ წარმომედგინა ერთი ხანობა, საერთოდ ვერ ხვდებოდი როგორ შეიძლება რომ იმედის გარეშე და უშუალოდ მეცხოვრა, ხო? ხო, არა, იცი რა, არის ეს რაღაც ფსიქოზის რაღაცა ელემენტის მატარებელი ალბათ რა. მაგრამ ვფიქრობდი, რა როგორ კაცო მე ხა დილას ავდგე და ეს კარები არ უნდა გაიღოს, არ უნდა შევიდე შიგნით და იქ რაღაცა
კომპიუტერი ჩავრთე ეს ქნა ის ქნა რაღაცა და რომ გავამაგდეს იქიდან მათ რა ქვია ნაციონალურ ბაზრობა შემთხვევაში ხო გავიღვიძე დილას და არაფერი გადავბრუნდი დავიძინე და თურმე შეიძლება გაგზელება ამისი და ეს ძალიან ესეთ სახასიათო მაგალითი იყო ჩემთვის და პირველი შემთხვევა იყო როცა გამაგდეს რაღაცა და ჩემით არ წავშოლა რა ამიტომ და მე ვისწავლე ეს რა წერტილის დასმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველაფერში მნიშვნელოვანია არ შეიძლება მათ შორის აი ამ ორჯერ არ უნდა შეხვიდე ერთ წყალში ჩემს მაგალითად გამორიცხული იყო იმედზე იქნება ეს ლაპარაკი სადრამე სხვაზე მეორედ მის ვერასოდეს შენ იმას ვერ მიახსოვ. არ ბრაზდები ბიძინა, როდესაც დღეს 7 ნოემბერზე გვესაუბრებიან ის ადამიანები, ვინც არათუ არ იღებდა მონაწილეობას. პირიქით იყო მოძალადის როლში. რა თქმა უნდა ლაპარაკი, მე არც პირველია ჩემთვის და არც უკანასკნელი. მე სამწუხაროდ ვარ იმ ეპოქიდან მოსული, რომელსაც ბევრჯერ უნახავს ესეთ რაღაცები. უტიფრობა საერთოდ ხო, ეს კიდე ერთ-ერთი თვისებაა რა, რომელიც გამორჩეულად ცუდია სიყალბესთან ერთად. სიყალბის ნაწილია ესეც ხო, როცა ადამიანს არ ახსოვს გუშინ რას ლაპარაკობდა და დაახტის ერთ პოსტიდან მეორეზე და ამაზე ხო? ეს არ უნდა გიკვირდეს. მე ჩემი ასაკიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე მე დავიბადე და გავიზარდე იმ ქვეყანაში, სადაც ის რაღაცები ხდებოდა, რომ ეხლა დღეს ცოტა მომზადებული ვარ. ანუ იმას კი არ გეუბნები, რომ რაღაცა მე სხვა შორის არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას ადამიანების, რომლებიც მარტო შავ და თეთრ ფერებს ხედავენ. ჯერ გამომდინარე იქიდან რომ ხელოვნებაცოდნე ვარ და პირველი დასწავლიანი იქ რომ შედიხარ უმაღლესში ხო გეუბნებიან რომ კიდე არსებობს შუქრთილები არსებობს ნახევარტონები და სპექტრი არსებობს ზოგადად და ფერთა გამა ხო შესაბამისად არ არის მარტო თეთრი და შავია და ისიც რომ თქვა დღეს იწყება ისტორიის საფლა ჩემი აქ მოსვლიდან აქ ჩემამდე არაფერი არ ყოფილა რაც ახასიათებდა ოთხივე ფორმაციის მთავრობებს დაუშვათ ხო საქართველოს ხო ესეა ვინც მოდის ის ამოსი ჩემამდე არაფერი არ მოხდა რა პირველ ჯერზე მეორე ჯერზე მესამე ჯერზე მეოთხე ჯერზე ასია აქაც ხო იმიტომ რომ მუდმივია უამრავი ადამიანი შემიძლია გითხრა რომელიც მთელი 30 წელიწადი რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და შემიძლია მე მოგიყვანო მაგალითი არ მინდა კონკრეტული პიროვნებების დასახელება ხალხის რომელიც მთელი 30 წლის მანძილზე გასავლის შუას და სულ მართალია და სულ გამარჯვებული პოზიციასა და სულ ხელისუფლებაშია ხო და სულ იქ არის და სულ დრო შეუჭირავს და სულ გეჩხუბება იმაზე, რასაც გუშინ გიჩინებდა აქეთ. ნუ ესეა ხო, ხა მოცემულობაა ესეც რა. იმედის ლოგოც კი შენი ხელმძღვანელობით არის დახატული, ხო, როგორც მახსოვს. იმედი არის გახსნილი. აი ყველა ამ გახსნის პროცესის მონაწილე ხარ, აი იმედის გახსნის პროცესის მონაწილე და არის უცნაური. მამუკა ჯაფარიძემ გააკეთა ის ლოგო, დღეს არავის აღარ არის ცოცხალი. ძალიან ნიჭიერი კაცი. ჩემი მეგობარი, რომელიც მაშინ საუკეთესო სპეციალისტებთან გადიოდა, თქვათ, მას რა ქვია, მოსკოვში. არც არ არის. არა, მოსკოვი არ ნიშნავს, ხო და რატო დავიწყე ეს ლაპარაკი? იმ საბჭოთა კავშირში ყველაფერი ცუდი არ იყო. რაღაცა იყო ნორმალური, რაღაცა იყო კარგი, რაღაცა იყო ცუდი. თუ ეს როგორ უნდა შეაფასო, იცი? ჯამში რომელი უფრო ჭარბობს. ანუ თუ ცუდი უფრო მეტი იყო ქვეყანაში, ანუ ვთქვათ რაღაცა ფორმაციის ქვეყანაში, ესე იგი ეს არის ცუდი. შესაბამისად საბჭოთა კავშირი ჯამში იყო ცუდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ არაფერი არ ვარგოდა და არაფერი არ იყო, ვთქვათ, მოსაწონი ან შესანიშნავი. დღევანდელ იმედზეც შეიძლება ესე ითქვა? იცი რა, ყველაფერზე შეიძლება არ არსებობს არაფერი მარტო შავი და მარტო თეთრი. არ არსებობს. მეგობრების დაკარგვა პოლიტიკის გამო ახსენე თავად ეს თემა და დაგიკარგავს მეგობრები პოლიტიკის გამო. უყურე, მე არც შემიძენია არც ერთი მეგობარი პოლიტიკური ნიშნით. და არც ამიკარგავს შესაბამისად, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ მეგობრობა არის რაღაცაზე უფრო მაღლა და თუ შენი პოზიცია არ ემთხვევა ვიღაცისას, ეს არ ნიშნავს რომ დედა უნდა აგინო და გამარჯვება აღარ უნდა უთხრა რა. მე მქონია შემთხვევები და არა მარტო დღეს გუშინ წინ მთელი ჩემი შეგნებული თქვათ ცხოვრების მანძილზე მქონია ყოველთვის ძალიან ბევრი შემთხვევები, როდესაც ჩემი რომელიღაცა მეგობარი მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. შესაბამისად ეს ესენი რა ქვია შემთხვევები შეიძლება და ძალიან მრავლად ყოფილიყო, როცა თქვათ
ჩვენი რაღაცაზე შეხედულებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ხო? ან ეს პრობლემა მალევე ქრებოდა, იმიტომ რომ ის ჩვენთაგანი, რომელიც ხვდებოდა, რომ მეორე მისი ვიზავი ამ შემთხვევაში მართალია იცვლიდა პოზიციას და მე არ მიმაჩნია რომ ტრანსფორმაცია ამ პოზიციის ცვლილება რაღაცაზე თვალის ახელდა ნიშნავს რაღაცა უბედურებას. თუ შენ შეუცდომელი არავინ არ არის, შეიძლება მე რაღაცა მოლოდინი მქონდეს, მე ის მოლოდინი არ გამართლეს და ეს არ ნიშნავს რომ მე ამის გამო უნდა მთელი ცხოვრება მე რახან ხო, ადამიანები იცვლებიან. ყველაფერი იცვლება. ავეჯი ხო არ არის ადამიანი, ხო. შესაბამისად, ან დაახლოებულად ჩვენ პოზიციები, ან შევთანხმებულად იმაზე თუ რადიკალური იყო ეს რაღაცა განწყობები, შევთანხმებულად იმაზე რომ ეს თემა არის დახურული, ტაბუირებული და ჩვენ ამაზე არ ვდაობთ. თუმცა მაინც უნდა ითქვას რომ რა თქმა უნდა ეს იწვევს დაშორებას პოზიციების შენ გარკვეულწილად ერიდა ისიცერიდება ამ შეხედვით რომ მარტო ჩიტებზე და თქვათ იმაზე რა ქვია პეპლებზე ლაპარაკი დღეს ახლა ცოტა გინა დღეს და გინა გუშინ და გინა გუშინ წინ საერთოდ ცოტა ეს არის რა ქვია ანუ გავლენა პოლიტიკას აქვს მაინც ურთიერთობებზე რა თქმა უნდა აქვს იმიტომ რომ პოლიტიკა რა არის პოლიტიკა არის შემადგენელი შენი ცხოვრების ხო როგორ შეიძლება ახლა მიუხედავად იმისა რომ მე აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ ჩემი განწყობით ხო მე არა ვარ მე ყველა ხელისუფლებას რომელიც მოდის ყველა ხელისუფლებას ვაძლევ შანსს. იმიტომ კი არა რომ მინდა რომ პარტიაში მიმიღონ და რაღაცა დამაწინაურონ. იმიტომ რომ მე მინდა რომ ამ ხელისუფლების მოსვლამ სასიკეთო დაეტყოს ქვეყნის განვითარებას, რაც ავტომატურად ჩემ ოჯახზე, ჩემ თავზე, ჩემ სამსახურზე, ყველაფერზე აისახება და მომცემს განვითარების საშუალებას. მაგრამ აი აპოლიტიკური ახსნა და დღევანდელი გარემო იძლევა. აპოლიტიკურში მე რას გულისხმობ? აპოლიტიკურში მე გულისხმობ, მე არასოდეს არც პოლიტიკური პარტიის ამას გულისხმობ და პარტიული არ ყოფილვარ და არც მაგრამ მოდი ახლა სხვანაირად დავსვამ კითხვას. შეიძლება რომ დღეს მოქალაქე იყოს აპოლიტიკური? არა, ძალიან უძვეს, მაინც არ გამოუვა იმიტომ რომ მაგრამ ვიღაცებს ვისაც გამოსდის, ვისაც საერთოდ არ აინტერესებს, არ გულისხმობ იქ რაღაც კოცებს, ნაცებს, არა. არიან ადამიანები, არ არსებობს ეგეთი ადამიანები, არაფერი არ ინტერესებს. გულგრილობას ავლენს, თავისი ცხოვრების ვიღაცა ეშინია, ვიღაცა რაღაცის გამო აკეთებს ამას. არ არსებობს ესეთი რაღაც, ეს არის შენიღბული რაღაცა არ არსებობს ადამიანი, რომელიც არაფერს არ განიცდებს. ეს მაინც პოზიცია არის, რომ შენ არ უჭერ მხარს მაგალითად არ ვიცი. პროტესტს არ უჭერ მხარს დასავლურ კურსს რაღაცის გამო გაქცევა ხო? ამას გულისხმობ. მე ასე მგონია ყურსმაშაც. მე ხა მზა რეცეპტი ამისი არ მაქვს. ეს უფრო უნდა ფსიქოანალიტიკოსებს გითხოვთ ის რეალია. საერთოდ აი ადამიანებს ვინც ერკვევა ხელოვნებაშიც ისევე კარგად როგორც სპორტში ჩვენ ხშირად ვერ შევხვდებით ერთი განათლების სამინისტრო ვიცი კულტურის და სპორტის და სულ მაქვს ხოლმე განცდა რომ რატო უნდა იყოს ერთი და იგივე უწყებაში განათლება და სპორტი და კულტურა და ახლა ვესაუბრები ადამიანს ვინც არის კინომცოდნე, ხელოვნებაცოდნე და არის სპორტული კომენტატორი. ეს არ არის ხშირად, არ ხდება ასეთი რამ. საიდან გაჩნდა ეს ინტერესი სპორტულიც და ასევე ინტერესი ხელოვნებისა? ბაბუაჩემი იყო ასეთი. ბაბუაჩემი ისე მე ვიმეორებ. ანუ კარგი კინო ისევე გაინტერესებს როგორც კარგი მატჩი? კი. აბსოლუტურად. ნახე, რატო საიდან რას გავარ მე ესე გამოდის რომ ვიმეორებ ბაბუაჩემის გზას. ანუ ის იყო ანუ ხა რადიოში არ მემუშავე, მაგრამ მან დაიწყო რადიოში და დაიწყო სპორტულ მუსიკალური რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო და იყო ასევე სპორტული კომენტატორი. მან მიიყვანა მე რადიოში ეროსი, მე ამას მოყვა კოტე, მე ჯამლეტი, უკვე როცა ტელევიზია დაარსა, თვითონ პირველი დირექტორი იყო მისი. ანუ სპორტთან თვითონ თამაშობდა კიდევაც, ბევრი სპორტ სახეობას მისდევდა, არაპროფესიულად და განსაკუთრებული იმის რა ქვია წარმატებების გარეშე, ხა ესე არ მინდა გამომივიდეს, რომ რაღაც დიდი სპორტსმენი იყო, არ ყოფილა. მაგრამ თამაშობდა თქვა ამიერკავკასიის ნაკრებში თამაშები ფეხბურთის. შესაბამისად რაღაცას ეთქვა თქვა ვიღაცა ცოტა უკეთესად თამაშობდა. ან ძალიან უნიჭები იყო დანარჩენები, არ ვიცი, თაობაში. ყოველ შემთხვევაში რაღაცას აკეთებდა იქ. ამავდროულად მე გითხარი რომ მუსიკალური რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო, მან იპოვნა და მოიყვანა რადიოში და ამღერა იმ პერიოდში როცა გიტარა აკრძალული იყო დები იშხნელები ლილი გეგელია მან იპოვა და
შეუნახა და უშუალოდ ოქროს ფონდში ჩვენს საზოგადოებას აკაკი წერეთლის ჩანაწერი, რომელიც გაბნეული იყო, დაკარგული იყო, იპოვა და დააბრუნა თავის კუთვნილ ადგილას. მერე დაარსა ტელევიზია და მერე იყო კინოსტუდიის დირექტორი ორჯერ, ტელევიზიის დირექტორი ორჯერ, კინემატოგრაფისტთა კავშირის იმის რა ქვია კომიტეტი იყო ასეთი და იმის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მამაჩემი იყო კინოკავშირის მდივანი, ანუ კინო ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზით იყო მუდმივად. ბებიაჩემის დედა იყო მუნჯი კინოს მსახიობი და იქ სამ ფილმში ახლა თამაშები და ძალიან ლამაზი ქალი იყო. შესაბამისად ამ კინოსთან ყველა თაობას, ყველა ოჯახის მიმართულებას, თქვათ, აქეთ დედაჩემის მხარე იქნება ეს თუ მამაჩემის მხარე, ყველას რაღაცა შეხება ჰქონდა. ასევე მამაჩემი ჟურნალისტი იყო რაღაცა პერიოდი თავის ცხოვრების, ბაბუაჩემიც ხო დროშის რედაქტორი იყო, წერდა გაზეთში იმაში ამაში. შესაბამისად ეს წერა მეც ბავშვობიდან მიყვარდა და ვიცოდი რომ მაგალითია ხო რაღაცას ხედავდა ეთქობა თქო ვიღაცაზე უკეთესად გამომდი ანუ ეს ბაბუაჩემი მივითავა რომ ჩემზე უნიჭოები იყვნენ ეთქობა ვიღაცები და გამოვჩდი იმის ფონზე და სპორტი და ფეხბურთი ხა მაშინ გასართობი მეტი არის რევოლუციონერი ბავშვის ეს არის რა ქვია ამბავი სათამაშოები მე სათამაშოებს ჰქონდა და მაგრამ გასართობი დიდი არ იყო და ამიტომ აი სპორტი ევეჯიბრებოდით ერთმანეთს რაღაცაში თქვა ცოდნაში მე და ვახო გეგელია მაგალითად რომლებიც ერთად გავიზარდეთ და აი სულ აბა ვინმე ჟურნალს გამოიწერს ვინმე ფეხბურთელის გვარს დაიმახსოვრებს ვინ უფრო კარგად გადაიკითხავს რაღაცა სპორტულ ლიტერატურას რომელიც არსებობდა მე ისე მოხდა რომ როდესაც ჩემი ოჯახი შექმნი და ცოლი მოვიყვანე ჩემი სიმამრი იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე უფრო გამორჩეული სპორტული ჟურნალისტი ნოდარ გუგუშვილი თქვა ხო რომლის პრემიასაც გასცემენ ახლა ყოველწლიურად თქვა ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო ასევე ლელოს ყველაზე კარგი რედაქტორი ყველაზე წარმატებული თქვა კუცა კაკაბაძე ხო რომლის შვილი ჩემი მეგობარია დაათო ახლა რა ვიცი აი მე არ მქონდა სხვა შანსი უნდა ყოფილიყო ამ ორ რაღაცაში იმიტომ რომ ქიმიას მე ვერ სწავლობდი ფიზიკას ვერ სწავლობდი თულა ვიცი კარგად მაგრამ მათემატიკური რაღაცა წიაღსვლები არ გაუმდიოდა მიუხედავად რომ ბაბუაჩემი საჩუქრს სწავლობდა ბევრ მაშინ შესაძლებელი იყო ეს სწავლობდა კონსერვატორიაში რა დაამთავრა კონსერვატორია ფილოლოგიური სწავლობდა ფილოსოფიურსა და მათემატიკურს ეს ორი ვერ დაამთავრა ანუ რაღაცა უნდა გაეკეთებინა გადაანება მე თავი 4 ინსტიტუტში სწავლობდა ერთდროულად მე ეს რაღაცები არ მიგეთებია, მაგრამ მე ეს გავაკეთე ცხოვრებაში, გავაკეთე გაზეთი, ამიტომაც იყო რომ თქვა გაზეთი რო ანახევარი რომელიც იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი რაღაცა, იყო კინო და სპორტი. და ქართული ტელევიზიის ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც გაგიკეთებია, რომელიც შეიძლება გახსენდებოდეს. იცი, გამიკეთებია, ანუ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ რაც გაკეთებულა. მე კი ვიცი რომელია, მაგრამ აი თუ დაემთხევათ. დუბლორი, სასახა. მართლა. ხო ეს ფიქრო. იმიტომ ხარა რომ მე ვარა. არა. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ იმიტომაც ხარ ახლა ის არ იყო წარმატებული პროექტი. ზუსტად და მე ეხა პირიქით არის. მე ისე კარგად მახსენდება ეს პერიოდი. არა, გადახედე ტელევიზიებს და მივხვდები ხო რომ ყველა ტელევიზიაში ეთერში ზის დუბლერის რომელიღაცა რომელიღაცა ბავშვი. ზოგი სხვაგანზის კიდე სამწუხაროდ. ნიკა კაცია, რომელიც არის დაპატიმრებული და ვერასოდეს ჩემს ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი რომ ნიკა ბედნიერი კაცია, ასე ქვია Facebook-ზე მას, დუბლიორი, ჩვენი ნიკა კაცია, ნიკუშა იქნებოდა იმ ვითარებაში, ავითარებაში. აბსოლუტურად წარმოვიდგენია ჩემს, აბსოლუტურად. ისა ბევრს ფიქრობ ხოლმე ამ პატიმრებზე, ამაზე რაც ხდება მათ მშობლებზე, ანდრო ჭიჭინაძეზე. ძალიან ბევრი ჩემი ახლობელია, ძალიან ბევრი. ან მშობელია, ან შვილია, ან რაღაცა, როგორ შეიძლება ხო არ ფიქრობდი, ხო? აქ ხო ცხოვრობ, მე ხარ განყენებული ადამიანი, რომელიც არ არის ამ პლანეტაზე, ხო? ხო. წარმატებული იყო სხვათა შორის ნუცა სკოლაც. იქაც ძალიან ბევრია ესეთი, რომლებიც უბრალოდ რაშია საქმე, იცი? წმინდა სატელევიზიო თვალსაზრისით, ხო? დუბლორს კიდე სხვა დატვირთვა ქონდა ის ზრდიდა საკუთარ კადრებს, ანუ ტელევიზიას უზდიდა, ის არ იყო
მე ამ შემთხვევაში შინაარსობრივად ვანსხვავებ ამას რა, თორე ნუსასკოლა ძალიან წარმატებული იყო და უამრავი წარმატებული ადამიანი გამოვიდა იქიდან მე ძალიან მიხარებ რომ ხდება ხოლმე არ ისმენ თქვა ვიღაცის ხმას და უბრალოდ ხვდები რომ ეს ჩვენთან ეს ხო ჩვენია რაღაცა ხო ნუტიკოსო ფოგელოვანი რა ვიცი აბევრი აღარ მახსენდება თითქმის ყველა იყო ნუცასკოლელი და შემდეგ რაღაც მეგა პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას მაგრამ მათი სტარტი იყო ყოველთვის ნუცასკოლა ლაპარაკი ხო საიდან დაიწყეს ხო საიდან დაიწყეს ხო ეს მე თქვა რეიტინგის კუთხით არ ვლაპარაკობ მაგრამ თქვათ იყო გიო ახვლედიანის ანუ აკა მორჩილაძის უცნობი საქართველო მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი რომელიც საერთოდ გაკეთებულა სატელევიზიო სივრცეში დროება მახსოვს რომელსაც ველოდებოდით დიდი გულისყურით ბადრი პატარკაციშვილთან ურთიერთობა როგორი იყო იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც აქვს ბევრი ფული რესურსი გავლენა არის ძალიან საინტერესო როგორი იყო როგორ გაიხსენებდი მასთან ურთიერთობას მაშინ როგორც იმედის ხელმძღვანელი რომელიც ურთიერთობა არხის დამფუძნებელთან ერთი მხრივ ძალიან იოლი იყო მასთან ურთიერთობა იმიტომ რომ თვითონ მოდიოდა ამაზე და რასაც თვითონ ესმოდა ის არ იყო შემთხვევითი ადამიანი ტელევიზიაში ანუ ეს ტელევიზია არ იყო მისთვის არ ვიცი ძალაუფლების მოპოვების თუ გამტკიცების თუ რაღაცის იარაღი გესმის ის იყო ადამიანი რომელიც საქართველოში მოვიდა არ დაგეთანხმება. არა, ეხლა მე დამეთანხმებ თუ არ დამეთანხმებ, მე იმიტომ რომ ლაპარაკობ რომ დამეთანხმოს ან არ დამეთანხმოს რა. მე იმას ვამბობ რომ მას ესმოდა რა არის ტელევიზია, იმიტომ რომ ქონდა ის ORT-ს ძალიან დიდი გამოცდილება რა, ახლა. მე არ ვლაპარაკობ რომ ის არ ფიქრობდა და უშუალოდ ამ ტელევიზიის ვთქვათ და არ ქონდა პოლიტიკური ინტერესები. ადამიანმა საბოლოო ჯამში კენჭი იყარა პრეზიდენტობაზე, ხო? ბუნებრივია რომ რაღაცა ეტაპზე მიზესთა გამო შეიძლება თავიდან არ უნდა და ისე აეწყო ცხოვრება რომ მოუწია. ამას ახლა ჩვენ მოდი დეტალებში ნუ შევართ, ხო? ამის გამო იყო თუ იმის გამო. მაგრამ მე მაინტერესებს უბრალოდ, აი მე ძალიან მაინტერესებს უბრალოდ ძალიან ბევრი ფულის და რესურსის მქონე ადამიანთან ურთიერთობა როგორი. ძალიან იოლი იყო. მასთან ურთიერთობა იყო ძალიან იოლი. ძალიან იმიტომ რომ მე მქონია მასთან ურთიერთობა ჰალსტოფის გარეშე. ეხლა ეს ბუნებრივია მისი დამსახურება, იმიტომ რომ ის გიშვებდა იმ რაღაცა თავის სამყაროში, რომელიც შეიძლება ჩაკეტილი ყოფილიყო ძალიან ბევრისთვის რა. რამდენადაც შესაძლებელია მეგობრობა და თავისუფლება. ხო, ისა სხვაჯერს ერთი ინტერვიუ იყო, ხო? აბა მოდი გაუბედოს ვინმე ის რასაც დაუშვათ ბედავდა გინდაც გიორგი თარგამაძე. ვთქვათ, როცა რაღაცაში უპირისპირდებოდა ბადრის, აბა გაბედოს ერთ ვინმე გაკეთება. დღეს თუნდაც. გინდაც გუშინ და გინდაც გუშინ. არ აბედიებდნენ ამას. მასთან შეიძლებოდა დავა. ეხლა მე მიდავია ძალიან პროზაულ რაღაცეებზე, ესმის არა, კამათი, ხო, კამათი, ანუ თქვათ იტყოდა ვიღაცას ამბობენ რომ არ მომწონს ეს ამბობენ და უმტკიცებდით მე რაღაცას რომ არა, ეს ესეა და ამის გამო უნდა იყოს, იმიტომ რომ ესე რაღაცაში ეხლა იხებდა საწინააღმდეგო აბსოლუტურად ღებულობდა და მე შემიძლია დაგისახელო არ მინდა ეხლა ეთერში თქვა, რამდენიმე ადამიანი რომელიც არ უნდოდა მას რომ ეთერში ყოფილიყო და იყვნენ. იმიტომ რომ დაუმტკიცეთ და თქვა რომ კი ბატონო. ეხლა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერზე რაც არ მოეწონებოდა უნდა კრიჭაში ჩაუდგე, ხო? რაღაცაში მისი არგუმენტი იყო მართებული, რაღაცაში ჩვენი. ყოველ შემთხვევაში არგუმენტის მოსმენა თავი რა არის, მოსმენა იწოდა. ესმის და მოსმენა იწოდა კი არა, მოსმენის ანუ თქმის უფლება რო გაქვს შენ, რო ხვდები, რომ შენ შეიძლება აქ თქვა რაღაცა და ეს შენი აზრი უბრალოდ ჰაერზე ნათქვამი არ არის. ეს ძალიან დიდი ფუფუნება. კი ბატონო, ნუ ბადრი პატარკაციშვილზე ორაზროვანი დამოკიდებულება არსებობს, მაგრამ საინტერესოა მისი ფენომენი. შენ ყველას მოწონხარ, მე ყველას რა მოწონხარ. თქმა უნდა, მაგრამ საინტერესოა ზუსტად იმიტომ, რომ მე კიდე ერთი კაცი მახსენდება უბრალოდ ასეთი რესურსით, ასეთი ფულით და საინტერესო პარალელი არის, რომ აი ის რომ მას შეეძლო მოსმენა, ის რომ მას შეეძლო განსხვავებული აზრების გაგება მასთან შეიძლებოდა კამათი ამ მეორე კაცთან მსგავსი არაფერი მომისმენია. შეხება, ამიტომ შესაძლოა მაგაში ვერც არასოც არ ქონია ივანიშვილთან შეხება.
მართლა არც გინახავს არ იცნო. არ მინახავს როგორ არ მინახავს და ხელით შემოგვეწევია იმაზე რა ქვია. ვთქვათ ჯამილ ხუხაშვილის იუბილეზე და ისე აი ვთქვათ რაღაცა პირადი ურთიერთობა ან საუბარი რაღაცა ნამდვილად არ ქონია. იმიტომ რომ არ ქონია სურვილი ამის თუ ესე მოხდა უბრალოდ. ნუ ეს არა მე არ მქონდა სურვილი ან მას არ მისულა იქამდე საქმე რომ რაღაცა გეტყვი პირდაპირ ბიძინა ბარათაშვილი არის იმ ტიპის ადამიანი ვისთანაც ივანიშვილს ძალიან მოუნდებოდა ურთიერთობა. არ ვიცი ხა შეიძლება არ მოხდა ეს რაღაცის გამო არ ვიცი. კი ბატონო. ყოველთვის იმას ვერ გეტყვი ჩემ გამო არ მოხდა რა ეს. მე მიმართლებს თელ ჩემ ცხოვრება იმაში რომ ყოველთვის ძალიან კარგ ადამიანებთან და კარგ გუნდებთან მიწევს მუშაობა. ეს არის ალბათ მთავარი რაშიც გამიმართა. მე ამბობ რომ ბევრ რაღაცაში გამიმართა, იმიტომ რომ 6 თვენახევრიანი გავში და გადავრჩი, ამით დავიწყოთ შესაბამისად თავიდანვე, ანუ პირველივე დღიდან ჩემი არსებობის რაღაცნაირად მაშინ ვარ, ოკეი, ბერბერდის ნებიერა მქვია და მე რა ვიცი ხა გავშთი იქ სადაც გავშთი ანუ უზრუნველი ბავშვობა მქონდა შედარებით სხვებთან და რაღაცნაირად გავიზარდე რა ისეთი როგორც ვარ მაინტერესებს ის რაც ხდებოდა ეხლა როდესაც არ ვიცი მე პირდაპირ ეთერში ვღაოდი 26-ში ეს იყო წარმოუდგენელი რამ და ხო მე სტადიონზე ვარ ნუ ხო და რა გავლენა აქვს ამ ტიპის გამარჯვებებს ჩვენს ცხოვრებაზე ჩვენს ყოველდღიურობაზე საზოგადოების გამძლიანების ასეთი ერთიანობა როგორიც შეიძლება სპორტმა განსაკუთრებით ფეხბურთმა იმიტომ რომ სპორტის ყველა სახეობა ვერ აკეთებს ამას ჩვენ გვიხარია ყველა სპორტის ყველა სახეობაში ქართველების წარმატება და ეს absoliutურად ბუნებრივია მაგრამ ფეხბურთს კიდევ რაღაცა სხვა ხიბლია განსაკუთრებულობის ელემენტიც ატარებს ფეხბურთი რომელიც სხვა სახეობას არ აქვს ნუ მიწყენს ნურცეთი გინდა სათამაშო და გინდა ესეთი ინდივიდუალური სპორტის სახეობის წარმომადგენელი მაგრამ ისაც ფეხბურთის ირგვლივ ხდება და ხდებოდა საქართველოში და ყოველთვის ასე იყო ამას ანალოგი არ აქვს და აი ეს არის ხო იმ 26-იც იქ არავის აღარ ახსოვდა ვინ ვიზე იყო ნაწყენი ვინ ვიზე იყო გაბრაზებული თუ რაღაცა ხო აი ყველა იყო ერთიან და იგივე ხდებოდა სხვათა შორის გერმანიაში მე მსგავსი რაღაცის მომსახ ბევრ რაღაცა ტურნირზე ყოფილვარ სოფლიო ჩემპიონატები იქნება ევროპის ჩემპიონატი აგერ ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ გამომიტოვებია რამდენი ხანია და არა მარტო სხვა რაღაცას ესენის ხო ნიშნ ოლიმპიადაზე არ ნამყოფი და მაგრამ ეს რაც ხდებოდა თქვათ გერმანიის ქალაქებში აი ეს კოლონები ქართველი გულშემატკივრების ერთიან რაღაცა ფორმაში ამ წითელ ფერებში გამოწყობილი ამ დროშებით და გაღიმებული ყველას ყველა უყვარს ესეთი რაღაცა არა სპორტის გარდა მე არ ვიცი რა შეიძლება გააკეთოს კიდე არ ვიცი მე სხვა ის არ მაქვს ეს გამოცდილება ბიძინა შენ იყავი კრიტიკოსი მწვრთნელის და მახსოვს რომ მაშინ ჩემთან ეთერში შენ თქვი რომ თავად მოგინდა ამ თემაზე საუბარი და რაღაცნაირად ძალიან ფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შენგან შენ თქვი რომ მე ვიყავი პირველი კრიტიკოსი ამ მწვრთნელის მაგრამ როცა უნდა დავინახოთ და როცა უნდა დავაფასოთ ის რაც მოხდა მნიშვნელოვანია რომ ვთქვათ და აღვნიშნოთ ამაზე მინდა გესაუბრო როგორ ფიქრობ რა მოხდა რამ განაპირობა ეს გამარჯვება მაინც მიიჩნევ რომ მწვრთნელის დამსახურება იყო ბიჭების დამსახურება იყო იხბარი არ ვიცი მე არ ვერ ყვები კარგად სპორტში და შეიძლება არაკომპეტენტური კითხვა არა არაფერი არაკომპეტენტური არ არის მაგაში ყველაფერია თუ არ არის ყველაფრის სიმბიოზი ისე წარმატება არ მოდის. აქ არის რა თქმა უნდა იღბალი, იღბლის გარეშე არაფერი არ ხდება. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანო, როდესაც უძლიერეს გუნდს ვერ მოუგიათ, დაუშვათ, იმიტომ რომ ის დღე იყო, როდესაც იმის მოწინააღმდეგეს უნდა გამართლებოდა. ამის ძალიან ბევრი მაგალითია 50 წლის მსოფლიო ჩემპიონატის
გადავწყვეტი მატჩი, როდესაც მე ურუგვაელები ამბობდნენ თვითონ ის ურუგვაი მთლიან დაეტევდა ლამის იმ ტრიბუნაზე მარაკანასი და მოუგეს ბრაზილიას, რომელსაც ფრეყოფნი და იგებდა და შემოუტრიალეს მოუგეს 2-1. მე ამბობდა მათი კაპიტანი, რომ 100-დან 100 თამაშს მოგვიგებდნო. 100-დან 99 თამაშს მოგვიგებდნენ, მაგრამ ის ერთი იყო ის დღე იყო, როცა ჩვენ უნდა მოგვიგო და მოვიგეთ. იქ უნგრეთის დიდი გუნდი, რომელსაც 8-3 ყავდა გერმანია დამარცხებული, ფინალში წააგო 2-0 აგებდა და შემოუტრიალა მოიგო. ანუ ხდება რაღაცების, ანუ იღბალი. მე არ ვლაპარაკობ, რომ მარტო იღბალი იყო. იღბალი იქ იყო. ფეხბურთელების თაობა, რომელმაც თავისუფალი თაობა, იმიტომ რომ მათ ევროპაში ითამაშეს. იქ ისწავლეს ფეხბურთის თამაში, ნორმალურ საზოგადოებაში, ნორმალურ პირობებში, ნორმალურ ჩემპიონატებში. აღზრდილმა ფეხბურთელებმა ისწავლეს და მოიტანეს ის გამარჯვება. წვრთნელით, რომელმაც ბევრი რამ ჩვენთან ერთად ისწავლა. იმიტომ რომ მას არ ქონდა, მე რატო ვიყავი მის კრიტიკოსი, სანეროს პირადად კი არ ვარჩევდი რამეს. მშვენიერი ფეხბურთელი იყო და ბოლო-ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აქ ნათამაშები და პენალტია გატანილი ფინალში იტალიასთან. ახლა მე ჩემი დასწრება რა უნდა ჭირდეს ახლა იმას, მაგრამ მას არ ქონდა საფეხბურთო დიდი გამოცდილება წვრთნელის რანგში და ამიტომაც სკეპტიკურად უყურებდი ამას. მაგრამ ისიც გაიზარდა გუნდთან ერთად და აღმოჩნდა ის რაღაცა თვისებები, ადამიანური თვისებები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ატმოსფერო გუნდში, როგორია. ჩვენ შეიძლება უკეთესი თაობების ყოლია და ყოლია ფეხბურთელების, მაგრამ მათ არ მიუღწევიათ იმ წარმატებებისთვის, რაც ამ ბიჭებმა შეძლეს. აქ არის ერთობლიობა ძალიან ბევრი რამის, რომელმაც მოიტანა ის, რაც მოიტანა. ხელმძღვანელობა მე ნუ დაგვავიწყდება, მე შეიძლება ფედერაციის მიმართად ძალიან ბევრი კრიტიკული პოზიცია ბევრჯერ დამიფიქსირებია, მაგრამ ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ როცა კარგი გააკეთებს რაღაცას, არ უნდა უთხრა, რომ კარგია და რომ მათი როლიც ამ წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას არ შეიძლება არ უნდა დაუკარგო ვიღაცას თავისი წვლილი და მე ბოდიში რატომ მოვიხადე? ეს მაგალითად ჩემგან არ იყო. არგენტინელებმა გააკეთეს ეს. აგინებდნენ ბილარდოს აკრიტიკებდნენ საშინად 86 წელს როცა დაბრუნდა ის გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლით, რა ქვია, პრიზით დაუწერეს იქ დახვდნენ პირველ თამაშში და დაუწერეს, რომ ბილარდო ბოდიში და რა ქვია გაგიმარჯვეს და ბოდიში. ყველაზე მაგარი ქართველი ფეხბურთელი ვინ იყო? ყველა დროის. მე ვინც მინახავს დათო ყიფიანი. ეხლა მე პაიჭაზე და ეს არ ვიცი, ეხლა მესხი და მეტრეველი როცა თამაშობდნენ, ანუ მე როცა ვიწყებდი ფეხბურთის მოგებას, მე მახსოვს, რომ ეროსის დავყავდი. ბაბოჩენს მეგობარი იყო, თქვი კიდევაც იმაზე სტადიონზე და მახსოვს, რომ იქ მესხს ყიროდნენ და იმას სლავა მეტრეველს, მაგრამ მე არ მახსოვს ისინი. სხვათა შორის, აი მამა ჩემიც ასევე ამბობდა ხოლმე, რომ დათო ყიფიანი და იქვე იტყოდა, რომ კინკლაძეს ახსენებდა ხოლმე, რომელსაც ნიჭიერების კუთხით, ნიჭიერი და ზარმაცი. ნიჭიერების კუთხით. ფორმულა ამის. კი, აი, ხო, იცი რა, ნიჭიერების კუთხით გიო კინკლაძე არ ვიცი, მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. ხო, მაგრამ ნუ ძალიან ბევრი რაღაცა ფაქტორი იყო. არ გამართლებაც რაღაცაში. იქ სადღაც ეტყობა თვითონაც რაღაცნაირად გაუშვა რაღაცა მომენტი. ხო, არა, ნუ ბევრი რაღაცაა ხა. ეს ბევრი კიდევ მეორე ძალიან ბევრი ფაქტორია. ადამიანის ცხოვრებაში არსებობს რაღაცა ვარსკვლავური მომენტი, რომელიც არ უნდა გაუშვა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივარი შეიძინეს სხვა ქვეყნებშიც. ეს ალბათ პირველად მოხდა. ნუ პირველად რა, დათო ყიფიანის თაობას თუ არ ჩავთვლით. იქ არა, იქ ყიფიანის თაობა ესეთ ფორუმებზე არ ყოფილა. სანაკრებო კუთხით ვამბობ. დინამო, ეგ ცოტა სხვა რაღაცაა. დინამო როცა ჩადის და უშუალოდ სადღაც სათამაშოდ რომელიღაცა კლუბთან, ხო, ის იმხელა მოვლენა არ არის, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყოს. ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები კარგი მატჩი, თუნდაც ერთი კარგი მატჩი,
გაცილებით უფრო დიდ რეზონანსს ღებულობს, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, როცა ამდენი საშუალება გესმის, ხო იქ ინტერნეტია, იქ ის არის, იქ TikTok-ია, TikTok-ია, რა ვიცი, ყველაფერია. და კარგი მატჩის ყურება ხო, მაგრამ აი, ცუდი მატჩი ისეთივე ცუდი სანახავია, როგორც ცუდი ფილმი? აი, ცუდ კინოს ვერ უყურებ და ფეხბურთის მოყვარულისთვის სულ ერთია, როგორ იქნება მატჩი? შეიძლება რომ გადართო? არა, იცი რა, შეიძლება რომ გადადო განვერთიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი გუნდები თამაშობდნენ, რომელიც ინტერესი წვევს? არა, თუ კი შენი ინტერესი არა, თუ შენ ვიღაცას კომაგობ, ხო? და ცუდად თამაში. ცუდი თამაშია. მეგობარმა რომ გადაიღოს ფილმი, პრემიერიდან არ გადიხარ იქიდან, ხო? დოსი რიცხვილია, მას ბოლომდე უყურო, რაღაცა რომ კითხოს მე რომ უთხრა რაღაც. ხო, მაგრამ აი სახში მაგალითად შეიძლება აჩქარებული უყურო. მასე ფეხბურთსაც შეიძლება სახში მიატოვო რაღაცა. ხო, შეგიძლია რომ გადართო? რა თქმა უნდა. ანუ ასეთი ცუდი სანახავია, ცუდი, იმიტომ რომ მგონია რომ ფეხბურთის მოყვარულები ყველაფერს უყურებენ. ესეთი რაღაცები ხდება მაშინ, როდესაც არც ერთ გუნდს არ კომაგობ. აი ვიღაცას თუ კომაგობ, სულ მოლოდინი გაქვს, რომ აი ხა რაღაცა იქნება, აი ხა რაღაცა მოხდება. ფილმში ხვდები. ან არიან ესეთი გაცილებით უფრო ადრე ხვდები, რომ არ ვარ ეს ფილმი და აქ არაფერი არ იქნება კარგი. ეგ არის. ნამდვილად. ფეხბურთის მატჩი შეიძლება რაღაცა მეორე ტაიმის სულ სხვანაირი იყოს. უცებ გადაეწყოს, ხო, შემოვიდა ვიღაცა ახალი фეხბურთელი და რაღაცა შეცვალა. ერთმა ფეხბურთელმა შეიძლება მთელი მატჩი შეცვალოს, ხო? რა თქმა უნდა. და ბევრი ასეთ მაგალითები შემოსულა ვიღაცა, ან არაფერ გაუკეთებია 80 წუთის მანძილზე ფეხბურთელს და ბოლო 5 წუთში 2 ბურთი შეაგდო ულამაზესი და დაგავიწყა ეს 80 წუთი რომ არაფერს არ აკეთებდა იქ. ბევრია. ფილმში მე ეს რაც არ მინახავს, ველოდე ბოლოს ფეხბურთის გარდა კიდევ რომელი სპორტია, რომელიც ძალიან გიყვარს? ხოკეი. და აი ეს რაღაცა ერთმანეთს რო ურტყამენ ეგეთი სპორტები. და სისხლიანები. იცი რა, მე მქონდა ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან. ხო, მერაბ დვალიშვილი არის და თოფურია არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი და ვერასდროს აქვე ვიტყვი, რომ აი ჩემს ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, რომ სპორტის ამ სახეობას ექნებოდა ჩემთვის რაღაცა ტიპის ინტერესი, მაგრამ აი თოფურიამ შეცვალა ჩემთვის ეს. აი მე მქონდა ინტერვიუ მერაბ დვალიშვილთან და მინდა გითხრა რომ აბსოლუტურად გაუგნებულმა დავტოვე მე ის იმიტომ რომ მე არ ველოდებოდი რომ ეს ასეთი საინტერესო რესპონდენტი შეიძლება და ყოფილიყო აი ამ UFC-ს მებრძოლი რომელსაც საოცარი ცხოვრება გავლილი აბსოლუტური ნოლიდან სოფლიო ჩემპიონატამდე მან იმდენი რაღაცა საინტერესო ამბავი მოყვა თავის შესახებ, რომ აბსოლუტურად სხვანაირად გაიხსნა ჩემთვის და ის პიროვნულად საინტერესო გახდა გარდა იმისა, ხა ჭკუების ვიცოდი ხა ის მოუგო და ისთან წააგო, ხო? იცი რა, როცა შენ გაინტერესებს, რატომ თქვი ეს ყველაფერი, ხო? მე მაგალითად საბრძოლო ესეთი სახეობიდან კრივი უფრო მაინტერესებს და კრივის მიმართ უფრო მქონდა ბუნებრივი ჩემი ასაკიდან გავდი, მაშინ არ იყო ეს საერთოდ ეს საქვია UFC და მსგავსი რაღაცები, იყო იმაში აკრძალული და კინოები მქონდა ნანახი მე, სადაც არალეგალური ესეთი ბრძოლები იმართებოდა, ბევრი ასეთი ფილმი, ხო? და მაშინ ამ მიმართულებით თუ რაღაცა ყველაზე სისხლიანი მოდი ასე ვთქვათ, სახეობა სპორტის იყო კრივი. და მე მყავდა ჩემი გმირები იქ და რომელსაც მაინტერესებდა ბიოგრაფიები მათი, მაინტერესებდა ვინ იყო, როგორ იყო. მაგალითად ჯორჯ ფორმენი ეს ახალხანს გარდაიცვალა, რომელიც პასტორი გახდა შუაში. და მნიშვნელოვანია სპორტი. და მე დაბრუნდა ისე. ვაიმე, წარმოუდგენელი. და მნიშვნელოვანია სპორტსმენის ბიოგრაფია შენთვის ბიძინა? რა თქმა უნდა. აი მაგალითად საინტერესო ტიპები. ანუ სპორტსმენი, რომელიც კარგად თამაშობს, კარგი გოლები გააქვს, ან კარგი მეკარე, არ ვიცი, სულ ერთია, მისი სამოქალაქო პოზიცია მნიშვნელოვანია შენთვის? იცი რა, სამოქალაქო პოზიცია მე შეიძლება ვაპატიო რაღაცას, მარადონას მაგალითად, ხო? იმასთან, რა ქვია, ფიდელ კასტროსთან თუ იმასთან ჩავესთან მეგობრობა, ხო? და ამას ყურადღება არ მივაქციო. მაგრამ ქართულ სპორტსმენს მაგალითად პუტინთან მეგობრობას ხო არა, ნუ მე აპატიებდი. იცი რა, ხო, გამიჭირდება.
გამეჭირდება, მანდ მას პუტინთან. აი, გაჯახ, ყველაზე ცუდი. ხო, არა, გამეჭირდება, რა თქმა უნდა. ძალიან გამეჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ იმას არ უქომაგებ არასოდეს მასე რა ქვია. მაგრამ ის იქეთ არაფერი არის. მაგრამ ვთქვათ, ხა პიროვნულად მის მიმართ სპორტი და პოლიტიკა იმიჯნება. იცი რა, ჩვენ ახლა წერთ მე და უბრალოდ გოგი თუშმანიშვილი წერს ამ წიგნს და მეც რაღაცას ვეხმარები და თანაავტორად შეიძლება ჩავითვალო რაღაცნაირად. უფრო რედაქტორად ალბათ, მაგრამ ალბათ საბოლოო ჯამში ერთად გამოვცემთ ამ წიგნს. სწორედ სპორტი და პოლიტიკა და იქ არის ფეხბურთი, ძირითადად არის ფეხბურთზე და იმაზე თუ რა ხდებოდა და რამხელა გავლენა აქვს ფეხბურთს პოლიტიკაზე და პოლიტიკას ფეხბურთზე და ამიტომ ეს ერთგვაროვნად პასუხის გაცემა ძალიან რთულია და გამიჯნა მათი რა თქმა უნდა არ ხდება. ანუ პრაქტიკულად ერთგვაროვანი პასუხი მივიღე, რომ გამიჯნა მათი არ ხდება. დიდი ანგარიშით არ ხდება. გავლენა ძალიან დიდი აქვს. აქვს. და საერთოდ ხელოვნებაც პოლიტიკა, სპორტიც პოლიტიკა. ცხოვრებაა პოლიტიკა. ამიტომ მე პირდაპირ გეტყვი, რომ ჩემი აზრი არ ვიცი რამდენიც საინტერესოა, მაგრამ ჩემთვის ყველა ის გოლი გატანილი, რომელსაც თან ახლავს მკაფიო ჯანსაღი სამოქალაქო პოზიცია, ბევრად უფრო ლამაზია. ძნელია ხა არ დაგეთანხმო, მაგრამ ხო, თუმცა კიდევ მეორე მე ვქომაგობ ნებისმიერს იმის და მიუხედავად, ემთხვევა თუ არა ჩემი პოლიტიკური შეხედულებები იმ ადამიანის, თქვათ, იმიტომ რომ ბევრი მაგალითი მაქვს ამისი, როცა მქონია, მე შეიძლება მოგატყუო და გითხრა, რომ მეც ეგრე ვარ და აი მარადონას მაგალითი მოგიყვანე, ხო, რომელიც ჩემთვის კერპად რჩება, რომლის არანაირი პოლიტიკური შეხედულებები ჩემთვის არ იყო მისაღები. იმიტომ რომ არ იყო პოლიტიკური კონტექსტი სენსიტიური ბიზნესთვის. ანუ მარადონა ეხლა გადაიღებდა თუ არა ფიდელ კასტროსთან ფოტოს, შენთვის არ იყო ეს ფიდელ კასტროს პერსონა ეთყობა, შენთვის არ იყო ასეთი სენსიტიური, მაგრამ აი მარადონას ალბათ რომ მოსისხლე მტერთან გადაეღო ფოტოები. მე კიდე იყო მარადონა, იმიტომ რომ ყველგან იყო. კი. ყველგან იყო, ხო. რა თქვა ხა. იყო რა ძნელია. რუსეთის მაზეც იყო ჩასული, რა ქვია, მსოფლიო ჩემპიონატზე და ნუ ახლა მე ამას რაღაცნაირად ხსნი იმითი, რომ ნუ ვიცით ახლა მისი მიდრეკილებები და მარადონას ყველაფერი იყო და ხო და ნუ ახლა იცი რა ეგრე არ გამოდის, ხა მარადონას ვაპატიო და შენ არ გაპატიო ხა ეგრე არ გამოდის. ხო, მესმის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც შენი თანამოქალაქეა თან ფეხბურთელი, ალბათ კიდევ უფრო მეტად სენსიტიური ხარ ახლა ცხადია. ხა, ბუნებრივია. მე არ ვთქვა, არ მეთქი. კი ბატონო, მე დედაზე მინდა ვისაუბრო. კი ბატონო. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება, რაც პირველ რიგში გახსენდება რა არის და საერთოდ ძალიან საინტერესოა თქვენი ურთიერთობა. იცი რა, ურთიერთობა საინტერესოა იმ კუთხით, რომ ჩვენ მე ბევრჯერ მithქვამს ეს სხვადასხვა მაშინ რა ქვია ინტერვიუებშიც, ისედაც, თქვათ, რაღაცა შეხვედრებზეც, ჩვენ არ ქონდა კლასიკური რაღაცა დედმამიშვილობა, დედაშვილობა უბრალოდ რა. რას გულისხმობ? ანუ ბებია ჩემი უფრო იყო დედა ჩემი. ანუ ბებია იყო დედის ფუნქციის შემსრულებელი და დედაჩემი იყო ესეთი უფროსი დის თუ მეგობრის არ ვიცი რა უნდა დავარქვა. რამდენი წლის იყო რა დაიბადე? მე რო დავიბადე იყო 20 წლის. პატარა იყო. 20 ხო 21-ის. მაგრამ იყო სუპერ თანამედროვე? ხო. ყველა ასაკში მიუხედავად იმისა, რომ საოცრად ახალგაზრდა იყო რა დაიღუპა. აბსოლუტურად ხო, აბსოლუტურად ის იყო რა ქვია თანამედროვე და იყო ძალიან უშუალო ადამიანი, რომელსაც ჩემთვის არა მარტო. ჩემზე არც არის ლაპარაკი. არც ერთ ჩემ მეგობარს ხალბატონო და მედიატი და მედიატ რაღაცა
მიუმართავს ყველა მედიკო რაღაც. მის დაბადების დღეებზე და მოდიოდნენ ჩემი მეგობრები, როგორც მისი მეგობრები, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად ურთიერთობა იყო ცოტა სხვა სიბრტყეში აღვანილი და მისი ყველაზე დიდი თვისება რაც ალბათ გამოსარჩევია და მე ვფიქრობ რომ მეც მაქვს ეს თვისება მისგან სწორედ გადმოსული არის რომ არ შურდა არავის და შეეძლო თავისი კოლეგის ეს სხვა შორის გიგალ თქმანიძემ თქვა ერთ-ერთ საღამოზე სადღაც რომ აი ყველაზე კარგად ხვდებიო ამის ხასიათსო როცა კულისებში უყურებ როგორ უყურებს და რა სახის რა გამომეტყველებით უყურებს თავისი კოლეგების გამოსვლას ხო ანუ კომაგობს სხვებსო ხო ბერს უთქვამს ეს და მართლა ესე იყო და მეც ვცდილობ რომ რაღაცნაირად ასე ვიყო და ასე ვარ ბუნებით მე არ მშურს ჩემი მეგობრების და ჩემი კოლეგების კონკურენტების ამ შემთხვევაში ხო იმიტომ რომ ხა იცი რა კოლეგა ყველაფერთან ერთად კოლეგა კონკურენტიც არის ხო ხა როცა ის თქვა შენი გადაცემა ჯობია თუ ჩემი ხო სადღაც ეს კითხვა დგება ხო და სულ რაღაც 60 წლისაც არისო როგორ დაიცვალა სრულიად ახალგაზრდა ეს არის 98 წელი იყო ეს 40 წელს არის დაბადებული და როგორ აღიქვამდი 57 წლის ასაკში მედია ძიძიქურს როგორც ხანდაზმულს იმიტომ რომ სრულიად ახალგაზრდა იყო არა მე სხვა შორის არასოდეს არ აღიქვამდი არავის იმიტომ რომ მე გავიზარდე რა პირობებში ცი ჩემთან ოჯახში ცხოვრობდა 5 თაობა ანუ ჩვენთან ცხოვრობდი მე ჩემი შვილი ელენე რომელსაც გარდაიცვალა მე და ჩემი მეუღლე დედა ჩემი მამა ჩემი და ჩემი გაშორებული ყავდა მოდიოდა მამა ჩემიც თქვა ხო ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი ბებია ჩემის დედა და დეიდა და მე პატარაობიდან გამზარდე საერთოდ ბებია ჩემის დედამ დეიდამ მამიდამ რომლებიცაც ვეთამაშებოდი სამაგიდო ჰოკეის იმას ანუ მე იმათთან ვიყავი ისინი მეგონა ჩემი ასაკის შესაბამისად მე არასოდეს არ მქონია არავის მიმართ რომ ეს არის 40 წლის არის და არის 100 წლის იმიტომ რომ ესენი იყვნენ ხა 4 თაობით წინ რო არის ადამიანი და მეგობრობდი უფროს თაობის ხალხთან და იმიტომ ხო და მე მეგობრობდი და მე ესე მიმაჩვიეს რომ ქალებთან და მე მივეჩვიე ესე გავიზარდე კიდევ მეორე ეს კარგია ცუდია არ მე ყვები იმას რაც არის ხო კარგია მე მეგობრობდი მეგონა ყოველ შემთხვევაში რომ მეგობრობდი ეს თამაშის წესი იმათმა შემოთავაზეს ხა მე ვერ შემოთავაზებდი ბუნებრივია ბაბუა ჩემის მეგობრებთან და მათ შენობით ველაპარაკებოდი და სახელებით მიმართავდი და ეს იყო იმათ მიერ შემოთავაზებული რაღაცნაირი თამაში ყველაზე მძაფრი მოგონება რა მოყვება ბავშვობიდან ბიძინა ყველაზე მძაფრი იცი მოგონება ვიტირე როცა ბრაზილია მოუგო იტალიას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 70 წელს მოსკოვში უყურებდი იმ ფინალს იმიტომ იტალია შემიყვარდა იქ ნახევარფინალში და მე ფინალში ბაბუა ჩემი მოგობდა ბრაზილიას მე იტალიას და 4-1 რო წააგეს ვიტირე ონდ ისე რა ქვია და მე არ ველაპარაკებოდი ბაბუა ჩემს რაც ჩემთვის იყო წარმოუდგენელი იმიტომ რომ აი ბაბუა იყო ჩემთვის როლ მოდელი და გავლენა არ ქონდა რომ ბრაზილიას რო გულშემატკივრობდა ჩვენთან ოჯახში იყო დემოკრატია მე მიშვეული ვარ ამიტომ განსხვავებული აზრის პატივისცემას და მოსმენას და მე ისეთი გავლენის ქვეშ ვიყავი და ისევ ნერვიულობ ჩემი ოჯახის წევრები მაგალითად საფრანგეთს გულშემატკივრობდა ჩემი და ის ისე ნერვიულობდა რომ ვერ როგორ გავბედავდი რომ სხვა გუნდისთვის ზიდანის პერიოდში ხო უყურე ელენე მამა ჩემი მარადონას უდიდესი გულშემატკივარი ელენე არის თქვა არის რა თქმა უნდა ალბათ ჩემი გავლენით არგენტინის კომაგი მაგრამ ჩემი გავლენა არ გავრცელდა მადრიდის რეალზე ის არის ბარსელონას თავგადაკლული კომაგი და ამიტომ
ყოველი ვთქვათ ელ კლასიკო ხდება ერთმანეთის დაცინვის მათ რა ქვია. ნუ მარადონა ჩემს ოჯახში რაღაც ხელშეუხებელი პერსონა იყო ბავშვობიდან. და მახსოვს რომ იყო კასეტები, მამაჩემი და ბიძაჩემის ხდებოდნენ და კასეტებზე დაუსრულებლად უყურებდნენ, სად იყო მაშინ YouTube და ინტერნეტი მარადონას გოლებს და აი ტიროდნენ გადაცემებს აკეთებდნენ კასეტები. შოკი იყო. არ ვიცი, ისეთ ემოციებში იყო და ეს კასეტები იყო, მინდა რომ გაიხსენო, როგორ უყურებდით. კასეტები. მე მარადონასთან დაკავშირებით რაც მახსენდება, აი სასხმავე რა მოვიღე, იმიტომ რომ შეიძლება მოვეკალით. მე და გიგა ბედინეიშვილი წავედით მოსკოვის სპარტაკი, რომელიც ძალიან არ გვიყვარდა ჩვენ, ხდებოდა ლუჟნიკებში ნაპოლის. პირველი თამაში ფრეი იყო 0-0 ნათამაშები და მეორეს დამთავრდა ფრედ 0-0 და მე მოუგეს მარადონას პენალტებით სპარტაკმა. ჩემპიონთა თასის გათამაშება იყო ეს და თოვლში ვიჯექი და გვათოვდა და ისეთ ატმოსფეროში მოვხდი და ისეთ ადგილა სტადიონზე რომ იქ რო ხმა მოგვეღო რაღაცა და იქვე დავრჩებოდი დღეს რა სხვა გაყოლებოდა აქ მათ რა ქვია რესპონდენტად, იმიტომ რომ ну აი გაშმაგებულ და გავეშებულ სპარტაკის კომაგებში ვიჯექით, ყინება იყო და კიდე წააგეს. ამაზე უარესი როგორ შეიმჩნიათ მე ეგ სიხარული წაგების მათი როცა ფანებში სიხარული. ჩემი თავი არ ქონდათ ისინი ზეიმობდნენ და ყვიროდნენ და მაგრამ მე იმას ვფიქრობდი მე რომ ეხლა რომ გაიტანოს გოლი მარადონამ ხო უნდა ყველა შემთხვევაში ვიყვირო აქ რაღაც ალბათ ვერ გავჩერდები დავიყვირო და აქ დავრჩები ამ მასზე რა ქვია სადაცა მოყინულ მასზე რა ქვია სკამზე იმიტომ რომ ძალიან რთულია მე ერთხელ ესე დამემართა ხვიჩასთან დაკავშირებით იმასში რა ქვია რომას ხვდებოდნენ რომში და ნუ აი გაგიგეჟებულ რომას კომაგებში ვიყავით და მე და გვერდზე მეჯდა ლელა წორწომია და გაიტანა ნაპოლემ გოლი და წამოვარდი ყვირილი და მივხვდი რომ აი და გზაში შევატრიალე რომ ეს რა მოგვივიდა იმიტომ რომ შევხედე და ლელას შეშლილი თვალები დავინახე რომ კლავენ ახლა აქ მეც და ამასაც და ნუ დავედა კიდე გზის დავამშვი ეტყობა კარგად გამომივიდა ისე შემეშინდა ეტყობა რომ კარგად გამომივიდა რომ მე მაწყნარებდნენ ისინი რა ქვია ეს რომას კომაგები არაუშავს და მოიგო და ნაპოლეონის თამაში და საერთოდ აი ეს გულშემატკივრობა რაზე დგას აი ესეთი ზღვარგადასული მე გამიგია რომ ვიცი რომ ბრიტანელ გულშემატკივრებზე მსმენია რომ უბრალოდ თუ არ დალეწეს ორი მაღაზია ასე არ შეუძლია თუ ეს უტრირებულია არა ეს არ არის უტრირებული ზოგ შემთხვევაში ეგ არის ხოლმე მე ალკოჰოლის და რაღაცის თქვა სხვა სუბსტანციების მოხმარების შედეგად ესე არ არის ხარ ადამიანი უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი გაგიჟდეს და დაიწყოს მაგრამ შენ რომ სამხრეთ ამერიკაში მოხვდე ტრიბუნაზე აი იქ მიხვდები რომ ფეხბურთზე მე მაგალითად იქ მიხვდები რომ ფეხბურთზე არ ყოფილა აქამდე რატო იმიტომ რომ რა ხდება აბა მომიყევ მაგალითად რა ხდება იცი თუ ერთხელ ვიყავით პირველი შემთხვევა იყო როცა ვიყავით ბერნიდან მე ელენეც იყო საჩვერის მე და ელენე და ჩემი ორი მეგობარი და კიდე ელენეს ლასელი როგორ ქვეყანაში იყავით არგენტინაში და ვიყავით მონუმენტალზე და ბრაზილიაშიც იყავით მაგრამ არგენტინაში ბრაზილიაში ნაყოფი სამჯერ არგენტინაში ვარ მონუმენტალზე რივერ პლეიტი თამაშობს რასინგთან კლასიკო ქვია ამას ანუ ვერიტანა ის ვერ იტანს ერთმანეთს ვერავინ ყველა ზულს ოღონდ ამათ კიდე უფრო ზულთ ბოკა ბოკასაც ზულთ ეს ბოკა ხუნიორსი და რივერ პლეიტი არიან აი ყველაზე უფრო დიდი მტრები იმ რასინგს თავისი მტერი ყავს ეგეთი ინდეპენდიენტე და ესენი ყველანი შეადგენენ დიდ ხუთეულში შედნენ კიდე სან ლორენსოა მეხუთე რომლებიც ნუ აი ერთმანეთში რო თამაშობენ კლასიკოა ის ბოკა რივერი არის სუპერ კლასიკო და ნუ აი მოკლაუნდათ ერთმანეთს და ამ თამაშზე რო ვართ ეხლა ჯერ ვასაბ ვერ გეგეს ვინა ვართ ესმის გამოიხედეს რაღაც იხედებენ და ნახევარად შიშვლები რაღაცა და როგორც გაირკვა იქ იყო ეს თათ ბელადი ვიღაცა ამათი რა და
გამოიხედა და ლურჯი ეცვა, ეს ბოკა უნივერსიტეტის სფერი არის ლურჯი და უბრალოდ ბოკას ფორმით ეხება ნორმალური ვინმე იქა და მაგრამ ჩვეულებრივი რაღაცა ლურჯი ეცვა და შეხედა ესე და ნახართ თქვენ ლურჯი იმიტომ მოსვლად. ნუ აუხსენეთ რა ქართველები რაღაცა ქუდია ჩვენ ეს რაღაცა ეს რომელიმიანი აქვია ჯვრიანი რაღაცა ნუ ცოტა დამშვიდნენ რა რაღაცა და მე რაღაც პერიოდად გიყურებდნენ ხოლმე ეს და მე დავაკვირდი რას რომ ამ რასინგს უგებენ. თან ის ჩემპიონი გახდა იმ წელს. ანუ მნიშვნელოვანი თამაშია, არ უყვართ ეს და უგებენ, მაგრამ რაღაცა პერიოდულობით გააჩერებს ეს და აისუსება მთელი სტადიონი და უცებ ბოკა რომელსაც აფშოში არ არის ახლა საერთოდ. ბოკა შენი დედა და ეს სამი სექტორი თუ რასაც ხედავ წამოვარდებიან ყველა და ბოკა ესეთო და ისეთო და თქვენი დედა თქვენი და მღერიან სიმღერას ბოკაზე. ანუ აბსოლუტურად არ შეშე არის იქ რა ეს ბოკა. მე შარშან მაშინ რა ქვია მოხდი უკვე ორჯერ ვიყავი ნამყოფი მაგრამ თამაში არ იყო იმ დროს ბომბონერაზე ეს ბომბონერა არის ბომბონერა ნიშნავს ბამბანერკას ეს ისეთი ფორმა აქვს და ლამაზია ეს რა ქვია შოკოლადის ჩასადებ მას გავსო რა ქვია ყუთსო და ისინი ახლა იქ მოხდი იქ არის რა იქ სტადიონი მოძრაობს ანუ რაღაც ტრიბუნა არის რომელიც ისეა დაპროექტებული რომ ესენი ხტუნვას რო იწყებენ გეგონება რომ ეს დადის მაშინ და ჩაინგრევა ხა და ჩავარდება ქვედა სპეციალურად დახტიან და აგინებენ ისინი რივერს ანუ იქ ხიმნასია ლაპლატას ეთამაშებოდნენ მაგრამ ნუ ფეხებზე ეკიდათ რაღაცა სიმღერას ვიღაცა აკაური ბელადი დაშეკავდა და დაიწყებდნენ და ბოკა რივერი ეს იმას ქათმებს ეძახიან ესენი იმათ და ისინი ეძახიან ნეხოს პოსტეროს ამათ მესახელები ეს მე თვითონ რომ მღერიან ამ სიმღერებს თავის თავზე მღერიან რომ ჩვენ ნეხვი ვართ რაღაცა ხმის სიმღერას ტექსტი რა აგიკა მაგრამ აი პოსტერო თავის თავს რო ეძახიან არაფერი ის არ არის რა დიდი ამბავი მე რა ანუ ესე იგი სრული შიზოფრენია აი მე ესეთი რაღაცა არ მინახავს არც ეს სტადიონზე არავის არც ბრაზილიაში არცად არ მინახავს ბრაზილიის გულშემატკივრების მაგას ამბობენ რომ არა ესენი ვერ არიან ფლატი ახლა თავის პირველ რიგში ჩავფრიდი აეროპორტიდან გამოვიდა მანქანაში ჩავჯექი უკან დავჯექი ტაქსში და ტაქსის ის კალათბურთის კომაგი იყო და ორივე წინ სკამს ეცვა კალათბურთის არგენტინის ნაკრების მაისურების სახელი ამას თავის სახელია წერა თავის სკამზე იქ ეწერა ჯინობილი იქ და რო რაღაცა მკითხა და მიხვდა რომ რაღაცა ვიცი არგენტინის შესახებ 10% დამიკლო მაშინ რა ქვია შენ რა ხან არგენტინის კომაგი ხარ 10% დამიკლო და პირიქით რა ყოფილიყო რა სიზონი შევგა მოვიგავი გადავიდე მანქანიდან არ წამიყვანდა წარმოუდგენელია. არა, სასწაული ემოციებია იქ რა. აი უცხოელებს როგორ მოუყვებოდი იმას, რაც ხდება საქართველოში. აი რო გკითხო რა საქართველო აი როგორი ქვეყანა არის, ახლა სად მიდის, აი რა სიტყვებს არჩევ ხოლმე ასეთ დროს. იცი რა, მე ვცდილობ რომ მოუყვე გული არ გაუხეთქო. ისტორია საქართველოსი უფრო. წარსულში თამარმე ოქროს ხანაზე ხო რა არის საქართველოს სად არის გეოგრაფიულად და სხვა და აწყოზე გადახტები ხო რაღაცას ისე შეულამაზებ ეხლა ძალიან ბევრს კამათობენ და ბევრი შიშები აქვთ. აი ქართველ კაცს აქვს შიში რა რაღაც, რომ აი უვიზო თუ გაგრძელდება, არ ვიცი, რაღაცა დაგვემართება, შეიცვლება ჩვენი ორიენტაცია. არა, ახლა ბოდოა ხა ეს გაგთხოვდებით. ეს არასარგონია ხა ნუ არგონია. არასარგონია. ეს არავის არ გონია. კარგად იციან, რომ სინამდვილეში კაცები არ დათხოვდებიან. არა, წარმოუდგენელია, ხა ეს არავის არ ვიღაცა შეიძლება გონია, ხა თავისთავად კაცებს. ხო, ამას ეუბნება პროპაგანდა სულ. არა, მე შენ გონია რომ ეს მუშაობს, ხა მე რა არ მუშაობს. არა, მე შენ თუ ამ კუთხით პროპაგანდა ყოველთვის მუშაობს. პროპაგანდა რაღაცაზე ყოველთვის მუშაობს, მაგრამ იმ პროპაგანდას ჩემის აზრით ყოველ შემთხვევაში და სხვა რაღაცა აქვს რა არ არის ეს არგუმენტი რომ ეხლა ესე გავთხოვდება მთელი საქართველოს კაცები იმიტომ რომ თქვათ ევროპაში ასეა
ევროპაში ნამყოფია საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის. ეს ახლა არის ჩვეულებრივი რაღაცა, ესეთი ჩვეულებრივი არა ჩვეულებრივი. მე არ ვიცი რატომ ადამიანს ამაზე კეთდება ესეთი აქცენტი, იმიტომ რომ რაღაცა გროტესკული ხასიათი მიიღო კომიკური, ხა კარიკატურული რაღაცა ეს არის, ხო, ხა. კარგია კომიკური ხასიათი რომ მიიღო, პროპაგანდის დასამსხვრევად კარგია. დააბუჭა დასაგდებად. ხო, ამიტომ ვერ ხვდები მეთქი მე რა შეიძლება ჭირდებოდეს, თქვა აი ეს ამ მიმართულების თავად განვითარება, ვიზე მუშაობს ეს. ეს ხა ნორმალ ადამიანზე არ შეიძლება ხო რომ იმუშაოს ამ. არც ჩვეულებრივად არ ვიცი ადამიანებზე, ვინც არ ყოფილა ევროპაში. ყველა ხო არ დადეს ბიზნეს შენსავით, ხო არ მოგზაურობს არგენტინაში, ბრაზილიაში, ევროკავშირის ქვეყნებში. არიან ვიღაცა კაცები, ურახუნებენ დომინოს მთელი დღის განმავლობაში, არიან ქუჩაში და ეუბნებიან, რომ აი ევროკავშირში თუ წავალ, შეიძლება რა ვიცი, დომინოს და მას გიზამენ, არ და გაგათხოვებენ, ახლა არა და ჯერა ახლა ვინმეს არ წარმოუდგენელი ახლა მელაპარაკები ხა. არ არის ეს. ასეთი სულელი არ არის არავინ ახლა საქართველოში. რა კარგია რომ ესეთი წარმოგდგენა გაქვს. არა, მე აი თუ ამაზე მელაპარაკები პროპაგანდას ამ შემთხვევაში აქვს თუ არა დაუშვათ ეს რა ქვია შედეგი და ეფექტი ხო მე არ მგონია. და აბა რა შემთხვევაში? არა, სხვა რაღაცაში შეიძლება კონდეს ახლა. იმიტომ რომ დაწყების ნაწილში? რა თქმა უნდა, აუცილებლად ექნება ამას თავისი იმიტომ რომ იქ არის არგუმენტები და როცა სიცოცხლეს ეხება საკუთრივ ადამიანის მისი შვილის თუ რაღაც იქ ბევრ რაღაცაზე ადამიანი შეიძლება უფრო მძაფრად და არა ობიექტურად აფასებდეს ან რეაგირებდეს. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი რაღაცაა. Deep State-ის არსებობის ჯეროდა. ისა Deep State-იც იმდენად გაუგებარი რაღაცა ფენომენია გესმის, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში მე რო კითხულობ დაუშვათ ხო ადამიანები ხო ვიღაცა ხო ინტერესდება და კითხულობს. იქ მე ხედავს რომ ამერიკაში აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობა აქვს იმას იმ Deep State-ს ხო? იქ სადღაც კიდე რაღაცა ფილმს ნახავს, კურს მოკრავს, შეხედავს, იქ სხვა მნიშვნელობა აქვს. მე იმას ვერ აკავშირებს ვერანაირად, აკაურ ან თუ აკავშირებს არა იმ მიმართულებით, რომლითაც თქვათ ამის ტირაჟირება ხდება, ხო? მაგრამ ეს გაუგებარია, ამიტომ Deep State-მა შეიძლება იმუშაოს, იმიტომ რომ ის არ გესმის რა არის და რაღაცა ბუა ცუდია თუ რაღაცა ცუდია, ნუ შეიძლება მართლა რასაც იყვებიან და რასაც იხატავენ ის ცუდია, მაგრამ შენ რაც მკითხე თქვათ აი ეს LGBT პროპაგანდა და რაღაცა ხო ეს არ არის ახლა წარმოუდგენელი ასესურელი ახლა ვინო დაიჯეროს ახლა ეს არ გათხოვდება ყველა ახლა იმის გამო რომ ვიზა მაშინ ევროპაში წავა რა. ან აქამდე როგორ არ გათხოვდნენ? ხო გონდა ვიზა. არა, ხო, ნუ ახლა და გათხოვდა, ნუ ახლა გათხოვება თუ ისე გათხოვდება ხო? ბოლოს როდის იტირა სიცილისგან, სულ სხვებს აცინებ და სხვები ახერხებენ აი ესე შენს გაცინებას ისე რომ თავი დაკარგო და გაიფხრიწო ძალიან ბევრ ადამიანს უცინები ვარ ვიღაცას ვინც დღესაც აქ არის ჩემთან არის ვიღაცას ვინც აღარ არის სამწუხაროდ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეხლა მე ასაკი მემატება ასაკში შევდივარ შესაბამისად გვაკლდება ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი რომელსაც საოცარი იუმორი ჰქონდა ხო ახლა ნიშნულოვანია ურთიერთობაში ეგ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ვისაც იუმორი არ აქვს იმასთან რთულია კონტაქტი ვერ კონტაქტობ არ კონტაქტი როგორ კონტაქტობ ხა მიწევს შეიძლება ვიღაცასთან კონტაქტი ხო მაგრამ იუმორის ზნობა არის ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილი და არის კიდე ცუდი იუმორი რო აქვთ ეგ უარესია ცუდი იუმორი არ აქვს ცუდი იუმორი არ არსებობს აი უკბილო ხუმრობები ეს კარგი ხუმრობა იუმორის ზნობა არ აქვს ესე იგი უკბილო ხუმრობა ნიშნავს უკბილო იმიტომ ეს ხუმრობა რომ არ არის მაშინ იუმორი და სარკასმი მნიშვნელოვანია იუმორში არა? რა თქმა უნდა. და ირონია. რა თქმა უნდა. თვითირონია მთავარი. კი. აი მეორე ბაბუა ჩემს ვის სახელსაც მე ვატარებ, ბიზინა ბარათაშვილი, ანუ მამა ჩემის მამას. იმას ჰქონდა საოცარი თვითირონია. და მე ეს მამა ჩემსაც უფრო იცი ეს როცა შენ შეგიძლია საკუთარ თავზე იხუმრო, ან საკუთარ თავზე ნათქვამი, შენზე ნათქვამი ხუმრობა ძალიან ჩვეულებრივად მიიღო და გაიცინო და იცინო ცრემლებამდე შენ თავზე მაშინ შენს ხუმრობას თუნდაც სარკასტულს სხვაც ადვილად ღებულობს და არ ემართება ამაზე რაღაცა
ცუდი რეაქცია ამას არ მოყვება. იმიტომ ის ხედავს რომ შენ თავზე ხუმრობ და ნუ თავისუფალი ადამიანი შეხშერად ხუმრობ შენს თავზე და ალბათ ეგ ეს თვითირონია ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ასია ჯერჯერობით იცი რა არის ამით შენ რაღაცას რო ყვები რაღაც ისტორიას დაუშვათ და შენც არ ახარ თლაც საუკეთესო კუთხით წარმოჩენილი ეს აბალანსებს მე იმას რომ შენ შეგიძლია მე გადაკრა სიტყვა ხო რა თქმა უნდა ხო აი მე ხმა მანანას რო ვაკეთებ ჩიქობავას ჩემ თავზეც ხუმრობ მარტო სხვებზე კი ხადია ეგ არის იუმორი აბა ისე მანანა ჩიქობავებს იცნობ როგორ არის ზამბერს და როგორც მამა როგორია ბიძინა ეს ელენას ნაგებია ჯოულებრი მეგვარი ელენასგან ვიცი როგორი ხარ მე ვცდილობ რომ იყო აი ისევე როგორც დეჩემი იყო და უშუალოდ ჩემთვის მე ვიყო ესე მეგობარი უფრო ვიდრე თქვა იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია რომ მე არა ვარ ხა მაკარენკო რომ რაღაცას მას აქვია ვასწავლე და რაღაც იმას რჩევა შემიძლია მივცე და პირიქით ელენასგან ხوارღებულობ ხოლმე შენიშნოს რომ მე ელენა არა დიდათ არა დიდათ არ ჩვენ შეხმარებული ძალიან შეხმარებული ვართ ერთმანეთს ხო ელენა მქონია რაღაც ისეთი მაინც აი რაღაცა ენერგიული ძალიან მკაფიოდ აქვს თავისი აზრი ყოველთვის ძალიან პრინციპული ძალიან ჭკვიანი კი და ძალიან პრინციპული რატო გაქვს ეს აღქმა არა მაგ არის ხა უფრო დედამისის რაღაცა თვისებები აქვს ძალიან გავს მე ბევრ რაღაცაში მაგრამ მე განსაკუთრებით მე აი გამომდინარე იქიდან რომ ეს თვითირონია და ცოტა ცინიზმი გამაჩნია მე მაგალითად ბევრ ადამიანს არ ვედავები იმაზე როცა ჩემს არიზია ხო აი მე ხა შეგატყვე რომ ძალიან ფრთხილად აი რადიკალურად არ გამოხატავ ხოლმე კრიტიკას ისე რა შესაძლოა კონკრეტულად არ აკრიტიკებ არავის არა ისე რა მე ასე ვერ ხედავ ბევრ შემთხვევაში იმიტომ რომ მაგრამ ერიდები ურთიერთობებს ბიძინა ურთიერთობებს გაფუჭებას მეგობრებთან პოლიტიკის გამო არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე თუ ადამიანი რაღაცად მიღირს და ადამიანთან აწრეულები მაკავშირებს ურთიერთობის მე ის ურთიერთობა ძალიან მენანება იმისთვის რომ გავაფუჭო ვიღაცა 1-2 ადამიანის გამო ესე რო ყოფილიყავი მე დღეს შეიძლება მეგობარი აღარ მყოლოდა იმიტომ რომ იმდენი რაღაცა იცვლებოდა ამ ქვეყანაში და იმდენად ხშირად იცვლიდნენ ისინი თავიანთ პოზიციებს ბოლოს მინდა კითხო საქართველოსთვის ახლა რა სისურვებდი რა ჭირდება ყველაზე მეტად საქართველოს რაც ახლა არა არის საზოგადოების ნორმალური საზოგადოების ჩამოყალიბება ან აღდგენა რაღაცაში აღდგენა იმიტომ რომ რაღაცები არსებობდა ეს ამ საქართველოში არსებობდა ჯანსაღი საზოგადოება არსებობდა რაღაცა მინუსები ყოველთვის აქვს ყველა თაობაში აქვს მინუსები რაღაცა მას რა ქვია ეპოქაში ხო ეპოქალური მნიშვნელობის მაგრამ აქ იყო ჯანსაღი ურთიერთობები ჯანსაღი საზოგადოება მთლიანი და მე საზოგადოების გამთლიანებას ვისურვებდი თუ საზოგადოება გამთლიანდება ეს ქვეყანა გადარჩება და ყველაფერი დაალაგდება ისე როგორც საჭიროა და ალბათ ამისთვის საჭიროა რომ საზოგადოების გამთლიანებას უნდა ქონდეს თავის წინაპირობა რომ არ გამხლეთში არ უნდა იყოს პოლიტიკა რა თქმა უნდა იმიტომ რომ როდესაც არჩევანის წინაშე ხარ სად წავიდეს ეს ქვეყანა არ არსებობს საქარჩევანი და ეს ალბათ იწვევს ყველაზე დიდ კრიზისს საზოგადოებაში. კი ბატონო. ბიძინა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. იმიტომ რომ შემოვდგი ფეხი ტელევიზიაში დამხვდა ბიძინა ბარათაშვილი და ეს პროექტი რომელზეც წეღამ თქვით რომ იყო გამორჩეული. ძალიან კარგი პროექტია. ძალიან კარგი პროექტი იყო. ეს იყო ვსეველოდ ვილჩიკის პირადი პროექტი. და ძალიან გულისდება მე რომ რატომაც არავის აღარ ახსოვს ეს კაცი. ხო, მე მახსოვს. მე და შენ გახსოვს და იქ უნდა ახსოვდეთ, რომ მე კი არ მახსოვს მაგრამ. და მე ვიტყვი ამას, რომ მე ძალიან გული მწყდება იმაზე, რაც დღეს ხდება იმედში, სხვათა შორის მაქვს მაშინ დუბლიორში რომ გავიმარჯვე.
მქონდა ესეთი გულსაბნევი, მაგ იმედის მაგნიტოფონი მაჩუქეს, აი ეს რო ტრიალებს ეგეთი, ანუ ჯივისის მახსოვს. ხელფასი დამინიშნეს და ვიყავი შოქში, იმიტომ რომ ჩემთვის დიდი ამბავი იყო, ეგ პატარა ვიყავი, ძალიან 19 წლის ვიყავი და მაჩუქეს იმედის ლოგოთი გულსაბნევი. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა ეს ლოგოც, ეს ხშირად ვიკეთებდი ხოლმე, ახლა გეტყვი გულახდილად, რომ ჯერჯერობით არ ვიცი, იმედია, ოდესღაც შეიცვლება ეს, აი, გახედვაც არ მინდა იმ გულსაბნევისკენ და მინდა რომ ეგ შეიცვალოს. იმიტომ რომ, ჩემთვის რასაც ახლა აკეთებს იმედი არის ძალიან მტკივნეული, სუბუქად რო ვთქვათ, ვიღაცა ბრაზდება, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ ჩემთვის თან ტკივილი დაყვება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ის ტელევიზია, რომელშიც დავიდგი ფეხი. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა ამ ინტერვიუსთვის და უნდა დაგემშვიდობო, ძალიან საინტერესო რესპონდენტი იყავი და ზუსტად ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. თქვენ უყურებდით YouTube არხ მისმინეს. და ჩვენ ყველგან ვართ TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, უნდა გვიპოვოთ და გვაფოლოვეროთ, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის გამომწერები, ჩვენი გახანგრძლივებისთვის, ეთერის გახანგრძლივებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი, ასე რომ მადლობა რომ გვიყურებდით მომავალ შეხვედრამდე.